როცა აფხაზეთს ვიხსენებ ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ სულ მახსოვს. ეს არის შეხება იმ ბავშვობასთან, სადაც ბედნიერებას უფევდა და მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთში სახლი მქონდა, სადაც ყოველ ზაფხულს შემეძლო ზღვას წავსულიყავი, იქ შევივლიდი ხოლმე და მივქროდი აფხაზეთში. ეს იყო აბსოლუტური სამოთხე, არა მარტო მისი ბუნებიდან გამომდინარე და კლიმატიდან, უბრალოდ იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც ვიყავით ხოლმე, როცა იქ ჩავდიოდით. ის სტუმარ მასპინძლობა, რაც იქ ხდებოდა, ის საერთო ბედნიერებას არ იყო ბედნიერება დამსვენებელი, არასდროს არ მიგზნია თავი მე აფხაზეთში. ჩავდიოდი ჩემს სახლში, ჩემ მეგობრებთან და ერთმანეთის გაბედნიერებისთვის ცხოვრობდით. და რა თქმა უნდა, უდიდესი ტკივილია, მე ვფიქრობ, რომ ტკივილია ეს განსაცდელი მოგვცა დრომ, საერთო განსაცდელი აფხაზებსაც, აფხაზ ძმებს და დებს და ქართველებს, ჩვენ ერთნი ვართ. ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. როდესაც ჩემს შვილებს ველაპარაკები აფხაზეთზე, ყოველდღიურად ველაპარაკები, როცა ნამყოფი არ არის ის სიმძაფრე, რაც ჩვენ თაობას აქვს, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ. ერთხელ ვიფიქრე ზუსტად ამაზე, სოჩში კინოტავრზე იყო ჩემი წარდგენილი ვიყავი ნომინაციაში და რო ჩავედი, იქამდე თუ ჩავდიოდი ეგრეთ წოდებულ სოჩაში რა და მიუხედავად ამისა, რომ ვიცოდი, რომ ის სოჩია და სულ ცოტა ხნის წინ იყო საქართველო, აი სიმძაფრე ტკივილის, რომ ის საქართველო იყო და ეხლა აღარ არის საქართველო, ისე მძაფრად როგორც მაქვს აფხაზეთზე არ მქონდა და უცებ შიში მომგვარა ამან, იმიტომ რომ თუ ჩვენი თაობის დროს არ მოხდა ჩვენი ერთმანეთთან დაბრუნება, მერე იგივე არ მოხდეს ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილებისგან, აი იგივე გაგლუება არ მოხდეს ამ გზნობის. და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იგივე განცდა აქვს ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, იმიტომ რომ ჩვენ ერთნი ვართ. და ეს არის რაღაცა ძალების ინსპირირებული კონფლიქტი, რომელიც ჩვენ შორის არ უნდა არსებობდეს. და არც იარსებებს, ესე მგონია. იყო იქ ოჯახები, სადაც ჩვენ ჩავდიოდით და ჩვენი სახლი იყო, ისინი გვიღებდნენ, ჩვენ ერთად მივდიოდით მე ბიჭვინთაში, ლიძავაში, გაგრაში და ერთად ვატარებდით იმ დროს და ეხლა სოფლიო მაქვს მოვლილი და ვერც ნიცა, ვერც კანი, ვერც მონტე-კარლოს მე ვერ შევადრე აფხაზეთს. ეს შევა პირადი გზნობა იყოს როგორც სახლის, მაგრამ ობიექტურადაც როცა უყურებ, მართლა საოცარი ადგილია და საოცარი ადგილია, რომელიც განაპირობებს იმ განწყობას, რომელსაც მხოლოდ სიკეთე და კეთილგანწყობა მოაქვს. აი წარმოუდგენელია ჩახვიდე აფხაზეთში და რამე აგრესიული გზნობა გაგიჩნდეს. არაფერი არ კარნახობს ამისკენ. ყველაფერი კარნახობს რაღაცა მეგობრობაზე, ერთად დროის გატარებაზე. მე მყავდა აფხაზი მეგობრები და მყავს დღესაც, რომლებიც დღეს სოხუმში არიან და ხშირი ურთიერთობა გვაქვს ტელეფონითაც. ერთმანეთს ჩამოსულანაკ შევხვედრივართ ერთმანეთს, ერთ საერთოდ ტკივილზე გვილაპარაკია და გვიტირია. ძალიან მენატრება ხოლმე, სანაპიროზე იყო ეგეთი კაფე, გადიოდა იმითი პრიჩალივით იყო და იქ ვიკრიბებოდით ხოლმე ხშირად, მე გემები ჩამოდიოდნენ ხოლმე სოხუმში და ავდიოდით ხოლმე ამ გემებზე, რა თქმა უნდა, არ მივყვებოდით, მაგრამ სანამ ეს გემი იდგა, ეს იყო ხოლმე რაღაც რიტუალი, სულ ყველა მთელი სამეგობრო, ქართველები, აფხაზები ავდიოდით ხოლმე ამ გემზე, იქიდან ჩამოდიოდით ხოლმე, ვაგრძელებდით, ხან გულრიფში გადავდიოდით. მე ბრუნდებოდი ხან კინთხში, ნუ აი ადგილი არ არის აფხაზეთი, რომელთანაც გახსენება არ მქონდეს. ეგეთი რამე არასდროს არ მახსოვს, რომ ჩვენ სამეგობროში, რომ შენ ქართველი ხარ, შენ აფხაზი ხარ, ეს რაღაცა აი არ მახსოვს ერთხელ მაინც ყოფილიყოს ეგეთი რამე ჩვენს ურთიერთობაში რა, იმიტომ რომ ერთნი ვიყავით. ერთნი ვიყავით, ეს იგივეა, რომ ჩახვიდე და გურულს უცხარ, შენ გურული ხარ, მე ქართველი ან შენ მეგრელი ხარ და მე იმერელი. ერთი ქვეყანა ვართ. ისტორიულად მოვდივართ ერთად, ჩვენი ინიციატივით მოსახლეობის და ხალხის კულტურული ხიდები უნდა გაიდო, უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს ჩვენ შორის, მით უმეტეს ამას გვაძლევს ახალი სივრცეები ვირტუალური, რომელსაც ვერანაირად ვერ ჩაუკეტავენ გზას
და მეტი ურთიერთობა, მეტი გზავნილი და მე მაგალითად მინდა რომ ცადო და გავაკეთო ერთი კონცერტი და აფხაზური ხალხური სიმღერები შევასრულო ინტერპრეტაციით ჩემ ბენდთან ერთად. არ ვიცი ეს რამდენად შესაძლებელია, მაგრამ იქიდანაც არის მზაობა, რომ სიფთხილეც არის იქიდან მხრიდან, რომ რამე პროვოკაცია არ მოხდეს. ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია გავაკეთო ეგეთი იდეა მაქვს, რომ ჩვენ ეგრეთ წოდებულ საზღვართან მივიდე, არ ვთვლი მე იმას საზღვრად და იქიდან მხრიდან ჩვენი აფხაზი მეგობრები იმღერებენ და აქედან ჩვენ აკომპანიმენტს გავუკეთებთ, რაც ჩვენი ხიდი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ჯერ მარტო ქართული მხრიდან, როდესაც ეს ცგ-პატიდის პროგრამა იყო და ძალიან ბევრი აფხაზისთვის გზა იყო ხსნილი საქართველოში სამკურნალოდ ჩამოსასვლელად. უმნიშვნელოვანესი რამ იყო და სწორედ ის ბიჭები, ვინ ჩამოდიოდნენ, ზოგი ჩემი თაობის იყო, ვისაც მე ვიცნობდი და ერთად ვიჯექით და საზღვარზე რო გადმოვდიოდითო, არ ვიცოდით რა შეგვხდება და სიყვარულის და სითბოს გარდა არაფერი არ შეგვხვედრია არც საზღვარზე და არც საქართველოში შემოსვლის დროს და მით უმეტეს ჩვენ მასპინძლობდით აქ და ზუსტად ეს ხო არ იყო რომ მარტო ჩვენ ჩავდიოდით აფხაზეთში, ისინი ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან თბილისში და ეს იყო გაცვლითი მეგობრობა, ხო ჩვენ იქ ისინი აქ და აქ ჩამოსვლისა ზუსტად ისე მივიღეთ, როგორც ვიღებდით ამ აწლეულების უკან და იმათაც აქვს ნოსტალგია ამ ურთიერთობების. და სწორედ ეგ არის, რომ თაობები, სანამ იქაც ის თაობებია, რომელთაც ახსოვს ეს ურთიერთობები, როგორც ჩვენი მხრიდან. და იმ ოჯახებში ზიზდებიან ის შვილები და იგივე რა პრობლემასაც ვხედავ აქ ჩვენ შვილების, რომელთაც არ აქვს სრულიად საქართველოს ნანახი, აუცილებელია ეს იმ დროში მოხდეს, სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ. მაქვს ინფორმაცია, რომ აი ამ პერიოდში, რაც ჩვენ ერთად არა ვართ, საკმაოდ გადაფასებები მოხდა ამ ყველაფრის და ზუსტად ისეთივე ტკივილია, არა მარტო იმ დარჩენილ ქართველებში, ვინც იქ ცხოვრობენ, იმ აფხაზებშიაც, ვინც საღათ აზროვნებს. და მე მინდა მათ შეუთვალო, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს, ჩვენ მწუხვართ იმაზე, რაც მოხდა, ჯერ გულები უნდა გაერთიანდნენ, რომ მერე საერთოდ გაერთიანებაზე ვილაპარაკოთ. ტკივილი გვაქვს ქართველებს და აფხაზს ერთი, ყველამ ერთად დავებრუნოთ საყვარელი აფხაზეთი. კი, ეს აქვე დაიწერა და მინდა რომ პლუს უთხრა პოლიტიკურ არეალს და სივრცეს. მე მგონი აფხაზეთის სიტყვიდან და სამაჩაბლოს სიტყვიდან უნდა იწყებოდეს ყოველი დილა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მერე დანარჩენი ყველაფერი ტერიტორიული მთლიანობა, დაბრუნება ერთმანეთთან ჩვენი მეგობრ აფხაზების და ქართველების ეს არის პირველი რაც საქართველოს ჭირდება. და ვინც ჩვენთან მეგობრობას აპირებს, ესეც უნდა გაითავისოს.